სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპორტული კომენტატორის და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილის სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ადვოკატის მისვლამდე დაიწყო. სანდრო ცნობილაძე ბინაში მოხუც დედასთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. გამომძიებლებმა ბინიდან ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი წაიღეს. საგამოძიებო სამსახურში ამტკიცებენ, რომ საქმე დაზარალებული ხალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას ეხება. პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოებთან დაკავშირებით. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით მე ინფორმაციას საზოგადოებას ვაცხობ. მიუთითებს რომ მე უკვე გავაკეთე მაგაზე რომ მიუთითებდა დაზარალებული და აქედან გავიდა. რას მიუთითებდა? პიროვნებას რომელიც პირადი შეღა ჩატარა. კი, მაგრამ აპიროვნებამ რა დააშავაო ამას რა თქმა უნდა. ან თქვენ ყოფილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით დაზარალებული. კომპიუტერული ტექნიკა მოვიდა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა სანდრო ცნობილაძე. მის მომხდარს მის სამოქალაქო პოზიციას და პროევროპულ აქციებში აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს. ცნობილაძის თქმით, პირადი ცხოვრების ხელყოფის გამოძიებაზე ინფორმაციას არ ფლობს. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. მაქსიმუმი დაუშვათ არის, რაც ამოიღეს ჩემგან, რომ ნახონ, ესე რა ქვია, არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას ისინი რა ქვია, გოლები. შანტაჟის მეთოდია. ყველამ ძალიან კარგად იცის და აქვე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ აუცილებლად, რომ მაინც ყველა შემთხვევაში ყოველ დღე ვიდგები აქციებზე, ყოველ დღე მივალ, ყოველ დღე გავაპროტესტებ.